სმენიათ, რომ წიწიბურა დიეტური პროდუქტია, მაგრამ მისგან მაინც იმატებთ წონაში? მოდით, ერთად გავცეთ პასუხი პაციენტების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას, წიწიბურა დიეტურია თუ ასუქებს. წიწიბურა შეიცავს რთულ ნახშირ წყალს, აქ დაბალი გლიკემიური ინდექსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ იწვევს შაქრის მკვეთრ მომატებას სისხლში, ენერგიას ნელ-ნელა გამოყოფს და შესაბამისად დიდხანს იძლევა დანაყრების შეგრძნებას. დიეტურია? მარტივად რომ თქვათ, დიახ, დიეტურია, ის შეიცავს ბოჭკოს, ანუ უჯრედის, ცილებს, ვიტამინებს და სასარგებლო პროდუქტია. აბა რატომ გვასუქებს? ისევე როგორც ყველა სხვა მარცვლეული და ბურღულეული, წიწიბურა შეიცავს საკმაოდ მაღალ კალორიას, ამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენების დროს მომზადების წესი და, რა თქმა უნდა, რაოდენობა. თუ მას მოვხარშავთ წყალზე და მივიღებთ მცირე რაოდენობით, მივიღებთ ზომიერად, რა თქმა უნდა, დაბალკალორიული იქნება, ხოლო თუ მას მოვხარშავთ ცხიმთან ერთად, კარაქთან, შაქართან, ცხიმიან ხორცთან ერთად მივირთმევთ და თან დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, მაღალკალორიული გამოდის. ყველა დიეტური პროდუქტი, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, რა თქმა უნდა, გაგვასუქებს.